გამარჯობა, მე ვარ გიგი გიორგაძე, ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი და დღეს მოგიყვებით, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოთ კარგად და თან სწორად. სულ რამდენიმე წლის წინ ხელოვნურ ინტელექტს არ შეეძლო სურათზე გაერჩია ჩიხუახუა იყო თუ მაფინი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება თითქმის ყველაფერში, ადამიანები ვიყენებთ თითქმის ყოველდღიურად და ყველაზე პოპულარული გამოყენება არის ფსიქოთერაპია. რამდენიმე წლის წინ ეს ასე არ იყო, ხოლო 75 წლის წინ ხელოვნური ინტელექტი საერთოდ არც არსებობდა. ხელოვნური ინტელექტის ისტორია იწყება 1950-იანი წლებიდან, როცა ბრიტანელმა მეცნიერმა ალან ტურინგმა პირველად დასვა შეკითხვა, შეუძლიათ თუ არა ადამიანებივით ფიქრი მანქანებს. და აი ამ შეკითხვის გაგრძელებაა ის, რომ დღეს ჩვენ ChatGPT-ს, Gemini-ს, Grok-ს თუ სხვა ენის დიდ მოდელებს ველაპარაკებით, მათგან რჩევებს ვიღებთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასაც ვანდობთ. თუმცა სინამდვილეში ყველა ამ ტექნოლოგიური წინსვლის უკან დგას მეცნიერება, მათემატიკა და შეზღუდვები, რომელიც ამ ტექნოლოგიების განვითარებას ბუნებრივად ახლავს თან. ხელოვნური ინტელექტი დიდი ტერმინია და მოიცავს ძალიან ბევრ სხვადასხვა ქვემიმართულებას და ქვედარგს. ეს არ არის მხოლოდ ერთი პროდუქტი, ერთი კონკრეტული ამოცანის ამოხსნა. ხელოვნური ინტელექტი მოიცავს როგორც Gemini-ს, ChatGPT-ს და სხვა ენის დიდ მოდელებს, ასევე ტელეფონის lock screen-ის გახსნას Face ID-თი, ასევე Netflix-ზე, YouTube-ზე ან Spotify-ზე რეკომენდაციების მიღებას, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც. ყველაფერი ეს ექცევა ხელოვნური ინტელექტის განმარტების ქვეშ და ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ 2022 წლიდან, როცა ChatGPT გახდა პოპულარული, არამედ მანამდეც ყოველდღიურობის ნაწილი იყო ადამიანების, ისე რომ შეიძლება ჩვენ ეს არც ვიცოდით. თუმცა ენის დიდი მოდელების და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ, როგორიც არის მათ შორის ChatGPT, ყველა ცხოვრებაში შემოიტანა ხელოვნური ინტელექტი ისე, რომ ჩვენ მას უშუალოდ ვეურთიერთებით, უშუალოდ გვაქვს მასთან კონტაქტი და შესაბამისად ეს აჩენს ერთი მხრივ რა თქმა უნდა ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ მეორე მხრივ რისკებსაც, რომელზეც ყველა მომხმარებელმა ჩემი აზრით უნდა იცოდეს და მზად იყოს, რომ ამ რისკების გათვალისწინებით მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ეს ახალი შესაძლებლობები. პირველ რიგში დავსვათ კითხვა, როგორ მუშაობს ზოგადად ხელოვნური ინტელექტი და განსაკუთრებით გენერაციული ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი სიტყვაც აქედან მოდის, არის ბუნებრივი ადამიანური ინტელექტის ერთგვარი იმიტაცია და ამიტომაც თავარი სიტყვა ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეხვდებით, ეს არის სწავლა, ან დასწავლა, ან ტრენინგი. ისევე როგორც ადამიანები სწავლობენ, ჩვენ ვსწავლობთ, ხელოვნური ინტელექტიც სხვადასხვა გზებით და მეთოდებით სწავლობს, როგორ შეძლოს მის წინაშე დასმული ამოცანის გადაწყვეტა. ხშირად შეიძლება იყოს მარტივი მათემატიკური ალგორითმი, ან გაცილებით უფრო რთული, კომპლექსური ალგორითმები, რომელთაც ხელოვნური ინტელექტი უფრო რთული ამოცანების გადაწყვეტას სწავლობს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თავარი ინგრედიენტები ხელოვნური ინტელექტისთვის და სხვათა შორის ადამიანებისთვისაც ამ სწავლის პროცესში არის ერთი და იგივე. სამი მთავარი ინგრედიენტი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ჭირდება იმისთვის, რომ იმუშაოს, არის პირველი მონაცემები, მეორე ეს არის ალგორითმები და მესამე არის გამოთვლითი რესურსი, ანუ კომპიუტერები ან კომპიუტერი. თითოეული მათგანი განვიხილოთ მოკლედ. მონაცემები არის ის მთავარი საწვავი ხელოვნური ინტელექტისთვის, რომელზეც ის სწავლობს და რომელში პატერნების ან შაბლონების დამუშავების თუ ამოცნობის შედეგადაც მას შეუძლია შემდეგ სხვა დასკვნები გააკეთოს და ეს ცოდნა განაზოგადოს. თუ დავაკვირდებით, ადამიანებიც პრინციპულად ასე სწავლობენ, ჩვენ ცხოვრების განმავლობაში, განსაკუთრებით პირველი წლების განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაციას ვიღებთ გარემოდან და შემდეგ ამ ინფორმაციაში პატერნების ამოცნობით ვსწავლობთ, რომ განვაზოგადოთ ჩვენი ცოდნა. მაგალითად, როცა ბავშვი სწავლობს როგორ გაიაროს, ბევრ სხვადასხვა მეთოდს გამოცდის, ხო, რაღაცა ჩაებღაუჭება, ან ეცდება ფეხზე დადგომას და ჯერ არ გამოუვა, სანამ ბალანსის შენარჩუნებას არ ისწავლის და ბევრი ესეთი სხვადასხვა მცდელობის შედეგად ისწავლის, როგორ უნდა გაიაროს სწორად. მეორე მაგალითი არის როგორ ვსწავლობთ ადამიანები, გავარჩიოთ რა არის ძაღლი და რა არის კატა. არავინ არასდროს ჩვენ არ გვასწავლის ძაღლის და კატის ბიოლოგიურ სახეობრივ განსხვავებებზე. ჩვენ ვნახულობთ კატის და ძაღლის უამრავ მაგალითს, თითოეულზე გვეუბნებიან, რომ ეს ძაღლია და ეს კატა და შემდეგ ამ ცოდნას ვაზოგადებთ. იგივე პრინციპი, როცა ჩვენ ბევრი მაგალითის საშუალებით ვაზოგადებთ კონკრეტულიდან ზოგად ცოდნაზე გადავდივართ, მუშაობს ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაშიც. ხელოვნური ინტელექტისთვის მონაცემები არის ის მონაცემები, რომელსაც ისევ ადამიანები უზიარებთ მას, ეს შეიძლება იყოს ტექსტური მონაცემები, ხმოვანი მონაცემები, ვიდეოები, ფოტოები თუ სხვა. მაგრამ პრინციპი იგივეა. ხელოვნურ ინტელექტს ვანახებთ ბევრ მონაცემს, თითოეულზე ვეუბნებით რა რას ნიშნავს და შემდეგ ამ ცოდნის განზოგადებით ის ახერხებს, რომ სხვა მომავალში ჯერ კიდევ უნახავი ამოცანები გადაწყვეტოს. მეორე კომპონენტი იმისთვის, რომ ამ სისტემამ იმუშაოს და ხელოვნურმა ინტელექტმა ან ადამიანმა შეძლოს სწავლა, არის ალგორითმი.
ანუ როგორ უნდა დაამუშავოს ადამიანის twin-მა თუ კომპიუტერმა მიწოდებული ინფორმაცია. Twin-ის ალგორითმები ბოლომდე შესწავლილი არ არის და ამაზე ზუსტად ვერავინ ვერ ვიტყვით როგორ მუშაობს ადამიანის twin-ში დასწავლის პროცესი, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები შედარებით უფრო გარკვეულია, იმიტომ რომ მათემატიკას ეფუძნება. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ამოცანა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ხსნის, არის როგორ გამოვიცნოთ რა ეღირება კონკრეტული სახლი კონკრეტულ ადგილას. თუ ვიცით ისტორიული მონაცემები. მაგალითად, შეგვიძლია ვივარაუდოთ რა ეღირება სახლი თბილისში, ამა და ამ ფართობის, ამა და ამ რემონტით, ამა და ამ მისამართზე. რატომ? იმიტომ რომ გვინახავს სხვა მსგავსი სახლები, ანუ ისტორიულად ასეთი მონაცემები და მაგალითები გვინახავს და ამ ცოდნის განზოგადება შეგვიძლია ახალ ამოცანაზე. ასეთი ალგორითმები ისტორიულად 1950-იანი წლებიდან ვითარდებოდა და ბოლო წლებია განსაკუთრებული ტემპით ვითარდება და შესაბამისად ხელოვნური ინტელექტი დღეს ახერხებს ისეთი ამოცანების ამოხსნას, რომელსაც მანამდე მათ შორის ალგორითმების არ ქონის ან არასაკმარის განვითარების გამო ვერ ხსნიდა. მესამე კომპონენტი არის ტექნოლოგიური კომპონენტი. ამ მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, ალგორითმების გაშვებას სჭირდება რაღაც, რაც ამას ფიზიკურად შეასრულებს. ადამიანების შემთხვევაში ადამიანის twin-ია ასეთი სიმძლავრე, ან ასეთი გამოთვლითი რესურსი, ხოლო ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში კომპიუტერები და კონკრეტულად პროცესორები და GPU-ებს ეძახიან ამ პროცესორებს, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი გამოთვლების სწრაფად, ეფექტურად და იაფად შესრულება. ამ სამის განვითარების პარალელურად, ანუ მონაცემების, ალგორითმების და გამოთვლითი რესურსის ვითარდებოდა კიდევაც ხელოვნური ინტელექტი. და მოვედით დღემდე 2020-იანების დასაწყისში, როცა სამივე ისე განვითარდა, რომ ჩვენ შეგვიძლია უპასუხოთ ალან ტურინგის კითხვას, შეუძლიათ თუ არა ადამიანებივით ფიქრი მანქანებს და დღეს უკვე ყველა ენის დიდი მოდელი, რომელიც თქვენ შეიძლება იცოდეთ, ChatGPT, Gemini, Grok-ი თუ Claude-ი, გადის ეგრეთ წოდებულ ტურინგის ტესტს. ანუ ადამიანს არ შეუძლია გაარჩიოს მას მანქანა ელაპარაკება თუ მეორე ადამიანი. ყველაზე დიდი გავლენა ჩვენ ცხოვრებაზე დღეს მაინც ენის დიდ მოდელებს აქვთ. ენის დიდ მოდელებში უგულისხმობ ისევ ChatGPT-ს, Gemini-ს, Grok-ს, Claude-ს თუ სხვა მოდელებს, რომელსაც თქვენ შეიძლება ყოველდღიურად იყენებდეთ. მაგრამ ძალიან საინტერესოა სინამდვილეში აი ამ თითქოს ერთი შეხედვით მაგიური ტექნოლოგიის უკან რა დგას. და დგას ისევ ის სამი კომპონენტი, რომელზეც აქამდე ვილაპარაკეთ და საბოლოო ჯამში დგას მათემატიკა, მათემატიკური ალგორითმები და თუ ამ მათემატიკური ალგორითმების ინტუიციური გაგება გვექნება, შედარებით უფრო მარტივია მივხვდეთ რეალურად რა არის ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობები და თან რა შეზღუდვები ახლავს მას. ერთი მაგალითი, როგორ არის შექმნილი ChatGPT და ყველა სხვა ასეთი ენის მოდელი, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა დანიშნულებით ვიყენებთ. ChatGPT შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ან შევადაროთ ბავშვს, რომელიც სწავლობს მეტყველებას, ლაპარაკს. მას ბავშვებს როგორც სწავლობენ მეტყველებას, არის რომ ისინი ისმენენ ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაციას, იღებენ, ისე რომ შეიძლება არ პასუხობენ მშობლებს უკან, მაგრამ მათ გარშემო მუდმივად ლაპარაკია, ხო? სხვადასხვა სიტყვებს იყენებენ მშობლები, შემდეგ ამ სიტყვებს ანიჭებენ რაღაც მნიშვნელობას, მაგალითად შეიძლება თქვა რომ ეს არის მცენარე და ბევრი ინფორმაცია გროვდება ბავშვების გარშემო, ისე რომ მათ შეიძლება თითოეული სიტყვის მნიშვნელობა არც იცოდნენ და არც ესმოდათ. მაგრამ მთელი მაგიურობა მეტყველების სწავლის და ადამიანის მიერ ზოგადად ლაპარაკის დაწყების იმაშია, რომ აი ამ დიდი რაოდენობით ინფორმაციიდან მას შეუძლია ისწავლოს წესები და ისწავლოს მნიშვნელობები და არა მხოლოდ წესები და მნიშვნელობები ისწავლოს, ანუ გრამატიკა და სიტყვების მნიშვნელობა ისწავლოს, არამედ ისწავლოს შინაარსის გამოტანა და შინაარსის შექმნა ამ ენაზე, ხო? შეგვიძლია რომ იგივე ანალოგია გადავიტანოთ ChatGPT-ის შემთხვევაშიც და დავიწყოთ იმ კითხვით, რა მონაცემებზეა შექმნილი, რა მონაცემებზე აქვს ნასწავლი ChatGPT-ის. ChatGPT არის ბავშვი, რომელსაც უნახავს მთელი ინტერნეტის ტექსტური მასალა. უნახავს და წაუკითხავს ყველაფერი, რაც ადამიანებს შეგვიქმნია და ინტერნეტში განგვითავსებია გასული ათწლეულების განმავლობაში. და მას ჰქონდა ერთი დავალება, წაეკითხა ეს ტექსტები და ამ ტექსტების კითხვაში ესწავლა ენის გრამატიკა, სიტყვების მნიშვნელობა და რაც მთავარია, კონტექსტის და შინაარსის გაგება და შესაბამისად ახალი კონტექსტის და შინაარსის შექმნა. თუ დავაკვირდებით, ძალიან მსგავსია ბავშვი როგორ სწავლობს და ChatGPT-ს როგორ აქვს ნასწავლი, ამის ანალოგია და როგორც ბავშვები ადრეულ ასაკში უშვებენ შეცდომებს, ChatGPT-ც განსაკუთრებით ადრეული ვერსიები ასევე უშვებდა შეცდომებს. ეს შეცდომები შეიძლება იყოს როგორც გრამატიკული, ასევე სიტყვებს ურავდეს და ასევე რაც მთავარია, შინაარსს და ფაქტებს არასწორად გვაწვდიდეს. ისევე როგორც 5 წლის ბავშვი მაგალითად.
ChatGPT-ს დავალება, როგორც გითხარით, იყო წაიკითხა დიდი რაოდენობით ტექსტები და შემდეგ ესწავლა შინაარსი, მაგრამ საინტერესოა ტექნიკურად როგორ ხდებოდა ამ ამოცანის შესრულება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი 5 წლის ბავშვს მიეცით ასეთი დავალება. მე გეტყვი სიტყვებს წინადადებაში და არ გეტყვი ბოლო სიტყვას და ეცადე შენი აი ამ ბევრი წაკითხული ტექსტიდან გამოიცნო ყველაზე სავარაუდოდ რა ტექსტი, რა სიტყვა უნდა მოდიოდეს ამ წინადადების ბოლოს. მაგალითად, საქართველოს დედაქალაქი არის და 3 წერტილი. ეს 3 წერტილი უნდა შეავსოს ბავშვმა და ChatGPT. ChatGPT-ს მეთოდი რომ შეავსოს ეს 3 წერტილი და თქვას რომ საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი, ის რომ აი ამ უამრავი წაკითხული ტექსტიდან რომელიც ინტერნეტში იყო განთავსებული, ისწავლოს ყველაზე სავარაუდოდ ამ სიტყვების კომბინაცია საქართველოს დედაქალაქი არის რა მოსდევს ხოლმე. ანუ ყველაზე სტატისტიკურად შესაძლო, სტატისტიკურად ალბათური ვარიანტი რა არის, რომ ბოლო სიტყვა იყოს თბილისი. და რადგან ChatGPT-ს უნახავს დიდი რაოდენობით ტექსტები, სადაც საქართველოს დედაქალაქი არის წინადადება მთავრდება სიტყვა თბილისით, გვეტყვის რომ ეს წინადადება სავარაუდოდ მაღალი ალბათობით მთავრდება თბილისით. შეიძლება ასეთი იყოს ბევრი სხვაც, ხო, მაგალითად პარიზის დედაქალაქი, საფრანგეთის დედაქალაქი არის პარიზი. ან ამერიკის 46-ე პრეზიდენტი არის დონალდ ტრამპი. და ზუსტად ეს ამ პრიმიტიული მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ ზოგადი პრინციპი, როგორ მუშაობს ენის დიდი მოდელები. როცა ისინი ცდილობენ გამოიცნონ ყოველი შემდეგი სიტყვა. წინა სიტყვების საფუძველზე გამოიცნონ ყოველი შემდეგი სიტყვა და ამ გამოცნობის საფუძველი არის ის ცოდნა, რომელიც მათ დააგროვეს დიდი რაოდენობით ტექსტების წაკითხვის შედეგად. მაგრამ ბუნებრივია ეს გამოცნობა ისევე როგორც ბავშვების მიერ რაღაც ფაქტების გაზიარება ან ამბების მოყოლა უშეცდომო არ არის, იმიტომ რომ მაინც გამოცნობა და გამოცნობას ყოველთვის ახლავს ვერ გამოცნობის ან არასწორად გამოცნობის რისკი. ასეთ რისკებს, როცა ენის მოდელები, ChatGPT, Gemini და სხვები რაღაცას გვეუბნებიან არასწორად, ეძახიან ჰალუცინაციებს, ქართულად შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც მოჩვენებებს, მოლანდებებს, როცა ენის მოდელები გვეუბნებიან რაღაც არასწორს, იმიტომ რომ ან მათ მიერ მიღებულ დაგროვილ ცოდნაში ჰქონდათ რაღაც პრობლემა, ან უბრალოდ არიციან რა გვიპასუხონ და მაინც ცდილობენ ჯიუტად რომ გვიპასუხონ და ჩვენ კმაყოფილები დავრჩეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ენის მოდელების გამოყენების ზუსტად ეს არის, რომ მათი ცოდნა შეზღუდულია და შესაბამისად არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ენის დიდი მოდელები გვეუბნებიან, 100% ზუსტია. ამ შესაბამების მიუხედავად ხელოვნური ინტელექტი და განსაკუთრებით გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ახალი მასალის, ახალი ტექსტების, ახალი სურათების თუ ვიდეოების შექმნა შეუძლია, მაინც ძალიან გამოსადეგია და ერთადერთი დაშვება თუ ერთადერთი პირობა, რომელიც მათ გამოყენებას ახლავს, არის რომ მივაქციოთ ყურადღება და არ მივიღოთ აბსოლუტურად სანდოდ ის ინფორმაცია თუ მასალები, რომელსაც ChatGPT ან სხვა ასეთი ინსტრუმენტები გვაძლევენ. დღეს მაგალითად ყველაზე პოპულარული გამოყენება არის ფსიქოთერაპია. ადამიანები იყენებენ ChatGPT-ს ფსიქოთერაპიისთვის, როგორც ფსიქოთერაპევტს ესაუბრებიან, უსვამენ კითხვებს. საერთოდ არ ნიშნავს, რომ ეს ChatGPT-ს მთავარი გამოყენება უნდა იყოს, მაგრამ ახლა სტატისტიკურად ასეა. თუმცა ამის გარდა ასეთი ენის მოდელები და გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება იდეების მოფიქრებაში, სწავლაში, თარგმნაში, დოკუმენტების შექმნაში, ახალი ცოდნის მიღებაში, წერაში, უბრალოდ მოთხრობების, ლექსების, უამრავი გამოყენება არსებობს GPT-ში და სხვა ენის მოდელების და თავარი ღირებულება, რასაც ეს ქმნის, არის 3. პირველი, თუ რაღაც უნარები, რომელიც ადრე ადამიანების მხოლოდ ცოტა პატარა ჯგუფებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა გახდა ყველასთვის მეტნაკლებად ხელმისაწვდომი სხვადასხვა ხარისხით. მაგალითად, თუ ადრე მე მჭირდებოდა რომ სტატიის დასაწერად ან თუნდაც მოთხრობის დასაწერად ან მეილის, პროფესიონალური მეილის გასაგზავნად ყოლოდა თანამშრომელი ან დამექირავებინ ადამიანი, რომელიც ამას გააკეთებდა, დღეს შემიძლია რომ GPT-სთან ჩემივე ურთიერთობით ეს პრობლემა, ეს ამოცანა მე თვითონვე გადავჭრა. რაც უფრო აიაფებს ამ საქმის გაკეთებას, ამარტივებს და ასწრაფებს. მეორე ზუსტად არის სისწრაფე, ჩვენ შეიძლება რაღაც უნარები ისედაც გვაქვს ადამიანებს, მაგალითად, კარგად ვწერთ, ან კარგ კოდს ვწერთ, ან კარგ მოთხრობას, ან კარგ მეილს, მაგრამ ამაში მიდის დრო. ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რასაც ესეთი ენის მოდელები ქმნიან და გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, არის რომ ასწრაფებენ პროცესებს და შესაბამისად ჩვენ შეიძლება მეტი დრო დაგვრჩეს ისეთი ამოცანების გადასაჭრელად, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჩვენგან დამოუკიდებლად, ან საერთოდ დამოუკიდებლად, ან ჩვენთან თანამშრომლობითაც კი კარგად ვერ გადაჭრის. მეორე არის დრო. და მესამე არის ხარჯები,
ხშირად ადამიანებს რაღაცის გაკეთება შეიძლება ძალიან გვინდოდეს, რაღაც ახალი იდეა გქონდეს, მაგრამ ყველაფრის გასაკეთებლად არ გქონდეს საკმარისი რესურსები. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც კარგი სტარტაპის იდეა აქვს და უნდა რომ ამ სტარტაპისთვის შექმნას დემო, ან აჩვენოს მაგალითი თავის ხელმძღვანელს რა იდეა წარმოუდგენია რომ კომპანიაში დანერგონ, ამისთვის შეიძლება მას საკმარისი ცოდნა, რესურსები არ გქონდეს, რომ თუნდაც რაღაც სატესტო პროდუქტი ან სატესტო ვარიანტი შექმნას, ხო? ამ შემთხვევაშიც გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დაგვეხმაროს და ხარჯებიც დაგვეზოგინოს. ესე იგი, რომ შევაჯამოთ, მთავარი ღირებულება, რაც მოაქვს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს. პირველი არის, რომ უნარები, რომელიც ადრე ხელმიუწვდომელი იყო, ან არ შეგვეძლო რაღაცის გაკეთება, დღეს შეგვიძლია. მეორე არის, რომ ამას გავაკეთებთ უფრო სწრაფად და მესამე არის, რომ ამას გავაკეთებთ ნაკლები ძალისხმევით ან ნაკლები ხარჯით და რესურსებით. მაგრამ ამ ტექნოლოგიის განვითარებას, როგორც აღვნიშნეთ, ახლავს რისკები და ეს რისკები ბევრი ადამიანისთვის არ არის ხოლმე გასაგები საიდან მოდის. მათ შორის იმიტომ, რომ პრინციპი, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, ხშირად არ არის მასობრივად ამაზე არ ვლაპარაკობთ ხოლმე. მთავარი რისკი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დროს, განსაკუთრებით ენის დიდი მოდელების გამოყენების დროს, არის ზუსტად ის ჰალუცინაციები ერთი მხრივ, რომელიც ალგორითმის გამო, იმიტომ რომ საკმარის ცოდნა არ აქვს რომელიმე ენის მოდელს, შეიძლება დაუშვას ChatGPT-მ და მეორე მხრივ ეს არის ამ ტექნოლოგიების არასწორ ხელში და არც ისე კეთილი მიზნებისთვის გამოყენება. ეს ორი რისკია, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობის დროს და ორივეს შემცირება შესაძლებელია. პირველ შემთხვევაში, როცა ხელოვნურ ინტელექტს რაღაცას ვეკითხებით, რაღაცის დაწერას ვთხოვთ, რაღაცის შექმნას ვავალებთ, მნიშვნელოვანია რომ არასდროს არ მივიღოთ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად ან სანდოწყაროდ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული მასალები. პირველი რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია რომ კრიტიკულად შევხედოთ, ყოველთვის კრიტიკულად შევხედოთ იმ მასალებს თუ იმ პასუხებს, რომელსაც ენის დიდი მოდელები აგენერირებენ. ChatGPT იქნება თუ ნებისმიერი სხვა, რასაც რაღაცას ვავალებთ, რაღაცის დაწერას ვთხოვთ, რაღაცის შექმნის დავალებას ვაძლევთ. ყოველთვის მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს, როგორ მუშაობს ეს მოდელები, რომელიც არის საბოლოო ჯამში მათემატიკა, რომელიც ცდილობს გამოიცნოს რა იქნება წინადადებაში შემდეგი სიტყვა. წინადადებაში შემდეგი სიტყვის გამოცნობის პროცესში თვით ChatGPT-მაც კი, რომელიც ყოვლის ცოდნით შეიძლება გვეჩვენებოდეს, შეიძლება დაუშვას შეცდომები. მაგალითად, GPT-ს ადრეულ ვერსიას თუ კითხავდით, ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, დიდი შანსი იყო, ყველა შემთხვევაში სხვადასხვანაირია, მაგრამ დიდი შანსი იყო, რომ მას ეპასუხა და ბრალის დიდი ნაწილი წამოეღო საქართველოსკენ. თქვენ გაბრაზდებოდით, მაგრამ საქმეს ჩაუხედავმა ადამიანმა შეიძლება ეს უბრალოდ ფაქტად მიიღოს და გადაწყვიტოს, რომ მართლა საქართველოს ბრალია 2008 წლის ომის დაწყება. ეს ისეთი შეცდომა, რომელიც შეიძლება მარტივი გადამოწმებით, თუნდაც Google-ში რაღაცის მოძიებით და ინფორმაციის წყაროების შემოწმებით გადამოწმდეს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც თქვენ ChatGPT-ს უსვამთ კითხვას თქვენს ჯანმრთელობაზე, მათ შორის მენტალურ ჯანმრთელობაზე ან ფიზიოლოგიურ ჯანმრთელობაზე და ის რაღაც რჩევას გაძლევთ, რომელიც შეიძლება სწორი არ იყოს. ან რომელშიც რაღაც ნიუანსი ან დეტალი იყოს მნიშვნელოვანი, რომელიც თქვენ არ გაგიზიარებიათ, მაგრამ ექიმი აუცილებლად დააზუსტებდა თქვენ კონკრეტულ შემთხვევას. ასეთ შემთხვევაში რისკები გაცილებით უფრო მაღალია. რაც უნდა ქნას ყველა მომხმარებელმა, რომელიც ნებისმიერ თემაზე ელაპარაკება ენის დიდ მოდელებს, არის რომ გადაამოწმოს ინფორმაცია. გადაამოწმოს ინფორმაცია დამოუკიდებლადაც, წავიდეს და მაგალითად Google search-ში მოძებნოს რაღაც წყაროები, რომელსაც შეიძლება იყენებდეს ენის დიდი მოდელები და მეორე მხრივ გადაამოწმოს თავად GPT-ში. მაგალითად კითხოს, საიდან მოიტანა ესა თუ ის ამა თუ იმ ფაქტზე ინფორმაცია. საიდან გამოიტანა ესა თუ ის დასკვნა. მაგალითად, თუ ის ამბობს, რომ 2008 წელს საქართველოს ბრალეულობა უფრო მაღალია ომის დაწყებაში, რა წყაროებს ეყრდნობა, როცა ამ ინფორმაციას გიზიარებთ. თქვენ შეგიძლიათ შემდეგ გადაამოწმოთ ეს წყაროები და ნახოთ, რამდენად სანდოა და რამდენად გიღირთ, რომ ენდოთ იმ კონკრეტულ საკითხზე GPT-ს მოწოდებულ ინფორმაციას. ეს არის ერთი გზა, რომ ყოველთვის კრიტიკულად შეხედოთ იმას, რასაც გეუბნებათ ChatGPT ან ნებისმიერი სხვა მოდელი. მაგრამ მეორე გზა არის, რომ თქვენ თავად GPT-სთან საუბარში, ანუ ერთი არის ინფორმაციის გადამოწმება, მეორე ის თავად GPT-სთან საუბრის ტექნიკები ისწავლოთ ისე, რომ გამორიცხოთ ან მინიმუმამდე შეამციროთ ჰალუცინაციების თუ არასწორი ინფორმაციის გაზიარების რისკი. ამ სფეროს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად გაჩნდა და ნიშნავს ენის დიდ მოდელებთან სწორად ურთიერთობის ტექნიკას, ეძახიან პრომპტის ინჟინერიას, ანუ დავალების ინჟინერიას.
პრომპტის ინჟინერია ხსნის, როგორ უნდა ველაპარაკოთ ენის მოდელებს მაქსიმალურად ეფექტურად, სწორად, ისე რომ მივიღოთ ერთი მხრივ სწორი ის ინფორმაცია, რომელიც გვჭირდება და მეორე მხრივ ის რისკები შეცდომის დაშვების თუ არასწორი ინფორმაციის მოწოდების მინიმუმამდე შევამციროთ. პრომპტის ინჟინერიის მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეთოდია, რომ GPT-ს დავავალოთ გაგვიზიაროს წყაროები, რომელსაც იყენებს მსჯელობაში. ან იფიქროს ნაბიჯ და თითეული მსჯელობის ეტაპის შესახებ გაგვიზიაროს ინფორმაცია. ამ შემთხვევაში თქვენ ხედავთ მთელ მსჯელობას, როგორ ფიქრობს ხელოვნური ინტელექტი, როცა ის პასუხობთ და თუ რაღაც საეჭვოა ან არენდობით შეგიძლიათ რომ გადაამოწმოთ. პრომპტის ინჟინერიის სწავლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, სანამ ხელოვნურ ინტელექტთან აქტიურ ურთიერთობას დაიწყებთ და მას სამუშაო ცხოვრებაში დაინტეგრებთ ან პირად ცხოვრებაში. პრომპტის ინჟინერიის საუკეთესო ტექნიკები, პრაქტიკები არსებობს, საჯარო და ხელმისაწვდომი და ყველას, ვინც ამით დაინტერესებულია, ურჩევ რომ ისწავლოს როგორ ეურთიერთოს ხელოვნურ ინტელექტს სწორად. მოკლედ რომ შევაჯამოთ, პირველი რისკი ეს არის არასწორი ინფორმაციის მიღება ენის დიდი მოდელებისგან და ხელოვნური ინტელექტისგან. რომლის დაზღვევის მექანიზმებზეც ვისაუბრეთ, თუმცა ეს დიდი თემაა და ყველა ადამიანს, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, ურჩევ რომ ისწავლოს როგორ გამოიყენოს ეს ტექნოლოგიები სწორად. მეორე რისკი არის ხელოვნური ინტელექტის და განსაკუთრებით გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არასწორი ან ბოროტი მიზნებისთვის. ამ ბოროტი მიზნების უკან შეიძლება იდგნენ სხვა სახელმწიფოები, კონკრეტული ჯგუფები, რომელსაც თავისი ინტერესები აქვთ, ან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება სულაც არ აქვთ ბოროტი მიზნები, მაგრამ შედეგი ხელოვნური ინტელექტის არასწორი გამოყენების შეიძლება მასშტაბური იყოს და დიდი ზიანი მოუტანოს ადამიანებს. მაგალითად, სულ რამდენიმე კვირის წინ საქართველოში Facebook-ზე დაიდო პოსტი, სადაც აშკარად AI-ის მიერ გენერირებული სურათი იყო გამოყენებული და საკმაოდ ესეთი ემოციური, სენტიმენტალური ტექსტი ჰქონდა, რომ ახალგაზრდა გოგოს, რომელმაც სამედიცინო დაამთავრა, არავინ არ მიულოცავს უნივერსიტეტის დამთავრებას, რადგან მისი მამა მეეზოვეა. და ეს სურათზე AI-ის მიერ გენერირებული ორი ადამიანი იყო, მამა-შვილი გამოსახული. ამ პოსტს ჰქონდა 30000-ზე მეტი მოწონება და 3000-ზე მეტი კომენტარი, სადაც კომენტარების უმეტესობა ეხებოდა როგორ უნდა ვისწავლოთ ადამიანებმა სიყვარული და ერთმანეთის ურთიერთგაგება. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სურათი ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული, არ იყო ნამდვილი და ვიღაცის ხუმრობას მოყვა საზოგადოებაში ამხელა ეფექტი 30000 რეაქტი, 3000 კომენტარი და უამრავი გაზიარება. ეს ერთი მაგალითია, როგორ შეიძლება ადამიანის უწყინარმა ხუმრობამ დიდი საზოგადოებრივი გავლენა მოახდინოს. მაგრამ რა მოხდება მაშინ და ეს უკვე მოხდა, როცა მაგალითად რუსეთი გადაწყვეტს, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს გაუგზავნოს ვიდეო, სადაც პრეზიდენტი ზელენსკი ეუბნება, რომ უკრაინა ნებდება და ჯარისკაცებმა სანგრები უნდა დატოვონ და ფრონტის ხაზიდან უკან დაიხიონ. მაშინ უკრაინაში სანგარში მყოფ ადამიანს, რომელსაც ინტერნეტიც კი შეიძლება შეზღუდულად მიეწოდება და არც გადამოწმების დრო აქვს, ბუნებრივი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს, რომ იარაღი დადოს და გაიქცეს. ეს ამბავი ნამდვილად მოხდა რამდენიმე თვის წინ, როცა რუსებმა გაავრცელეს deepfake-ები. Deepfake არის ხელოვნური ინტელექტის მიერ მაქსიმალურად რეალურთან მიახლოებული ვიდეო ან ფოტო მასალა, სადაც რეალური ადამიანის სახეა გამოყენებული და მან შეიძლება თქვას ან გააკეთოს რაღაც ისეთი, რასაც რეალური ადამიანი არ გააკეთებდა ან არ გაუკეთებდა. ასეთი deepfake-ები ძალიან პოპულარული გახდა, განსაკუთრებით ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საქართველოშიც მომრავლდა deepfake-ები. Deepfake შეიძლება იყოს ვიდეოც, შეიძლება იყოს სურათიც და ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო ხდება მათი რეალობისგან გარჩევა, რაც უფრო ვითარდება ხელოვნური ინტელექტი. Deepfake-ების ამოცნობა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ deepfake-ების გადამოწმება არც ისეთი რთულია და ყველა ადამიანს, რომელიც რაღაც თუნდაც ოდნავ საეჭვო მასალას წააწყდება ინტერნეტში, აუცილებლად ურჩევ, რომ გადაამოწმონ, რამდენად რეალისტურია ეს. გადამოწმება არის ძალიან მარტივი, ხშირად საკმარისია Google-ში მოძებნოთ მართლა მოხდა თუ არა ის, რაც ვიდეოში ან სურათშია ასახული, ან თავად ვიდეო ან ფოტო აუტვირთოთ Google-ს და შეამოწმოთ რა წყაროებიდან მოდის ის. თუ ის მოდის სანდო წყაროებიდან, სავარაუდოდ ნამდვილია, მაგრამ თუ ან არ იძებნება, ან არასანდო წყაროებიდან მოდის, რომელზეც თქვენ არასდროს არ გსმენიათ, სავარაუდოდ ის AI-ის მიერ არის გენერირებული. თავად სოციალური ქსელები ცდილობენ, რომ შექმნან ეგრეთ წოდებული AI ლეიბლები, როცა თქვენ ატვირთავთ ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოს ან ვიდეოს, თუ დააკვირდებით Facebook-ი გთავაზობთ მონიშნოთ, ეს AI-ის გენერირებულია თუ ადამიანის მიერ შექმნილი. ან ხელოვნური ინტელექტს შეუძლია ამოიცნოს ასევე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალები და თავად მონიშნოს, ანუ თავად გაუკეთოს კომენტარი, რომ ეს AI-ის მიერაა გენერირებული.
ასეთი პატარა დეტალების გადამოწმებით ან თუნდაც პატარა დეტალებზე ყურადღების მიქცევით ჩვენ შეგვიძლია რომ თავი დავიცვათ გაცილებით დიდი პრობლემებისგან, რომელიც დეзинფორმაციის, არასწორი ფაქტების გავრცელებას შეიძლება მოყვეს. კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი არის როგორ შეიძლება ბუნებრივად არსებული სტერეოტიპები ან მცდარი მოსაზრებები, ფაქტობრივად მცდარი მოსაზრებები გავრცელდეს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით და აქაც არსებობს თავის დაზღვევის მექანიზმები. მაგალითად, შედარებით უწყინარი მაგალითია, რომ თუ თქვენ Google-ის ფოტოგენერატორს თხოვდით, რომ დაეხატა, დაეგენერირებინა ექიმის სურათი, ის ყოველთვის დააგენერირებდა, თითქმის ყოველთვის დააგენერირებდა კაცს თეთრ ხალათში, ანუ კაც ექიმს. თეთრკანიან კაც ექიმს. ხო, თუ თქვენ ხოდით რომ დაეგენერირებინა ექთნის სურათი, დააგენერირებდა ქალს. გასაგებია რომ ამის უკან დგას სტატისტიკა, რომ მას კაცი ექიმის მეტი სურათი უნახავს ვიდრე ქალი ექიმის და ასევე ქალი ექთნის მეტი სურათი უნახავს ვიდრე კაცი ექთნის, მაგრამ ეს ერთი მაგალითია იმის ადემონსტრაციოდ, როგორ აისახება ხელოვნურ ინტელექტში ის სტერეოტიპები, რომლებიც ადამიანებს ბუნებრივადაც გვაქვს. და ზუსტად იმიტომ ხდება ეს, რომ ადამიანების შექმნილ ცოდნას ეფუძნება ხელოვნური ინტელექტიც, ხო, როგორც თავიდან აღვნიშნეთ, ადამიანების მიერ შექმნილ ინფორმაციას და ცოდნაზეა გაწვრთნილი აქვს ნასწავლი ხელოვნურ ინტელექტს, მათ შორის Google-ის თუ OpenAI-ის მოდელებს. თუმცა იმის გათვალისწინება, რომ რასაც ხელოვნური ინტელექტი გვეუბნება, შეიძლება ეფუძნებოდეს ადამიანების მიერ შექმნილ ცოდნას, რომელიც თავისთავად აუცილებლად სწორი არ არის. ამის გათვალისწინებას დაგვეხმარება, რომ უკეთესი გამომყენებლები, მომხმარებლები ვიყოთ ხელოვნური ინტელექტის. რომ შევაჯამოთ. ხელოვნური ინტელექტი მუშაობს ადამიანის ცოდნაზე და მათემატიკაზე დაყრდნობით. შესაბამისად, ადამიანურ ცოდნას შეიძლება ჰქონდეს შეცდომები და ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება დაუშვას შეცდომები. ამ შეცდომების თავიდან ასაცილებლად მარტივი გზა არის, რომ გადავამოწმოთ ის, რასაც ხელოვნური ინტელექტი გვეუბნება ან ქმნის. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. მეორე, თუ ჩვენ გვინდა რომ ხელოვნურ ინტელექტთან ეფექტურად და სწორად გქონდეს ურთიერთობა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა საუკეთესო პრაქტიკები, რა არჩევები არსებობს ენის დიდ მოდელებთან ან სხვა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებთან საურთიერთოდ. ამას ქვია პრომპტ ინჟინერია და ყველა ადამიანის მომავლის განუყოფელი ნაწილი იქნება, მიუხედავად იმისა, რა პროფესიის ხართ, რამდენი წლის ხართ და საცხოვრობთ. პრომპტ ინჟინერია და გენერაციული ხელოვნური ინტელექტთან ურთიერთობა ყველა პროფესიის განუყოფელი ნაწილი იქნება. ამიტომ რაც უფრო მალე დაიწყებენ ადამიანები ამის სწავლას და ხელოვნურ ინტელექტთან თუნდაც ექსპერიმენტულად ურთიერთობას, მით უფრო მომზადებულები შეხვდებიან იმ ცვლილებებს, რომელიც AI-ის განვითარებას ახლავს თან.